ძველი საიდუმლო. მეც მოვედი. ღმერთო ჩემო. სად არიან? ძმაო. რა მოხდა? ექიმმა რა გითხრა? არი ნერვიულო ძმაო. ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელობა შენი ბედი არ ყოფილა. რას ვიზამთ? იქნებ წინ უკეთესი მომავალი გელოდება. შეიძლება უარესი ფაქტის წინაშე აღმოვრჩენილიყავით. თავარია რომ ცოცხალი ხარ. მადლობა ღმერთს ამისთვის. მართალი ხარ. სწორედ რომ უარესი ფაქტის წინაშე აღმოჩნდი. დარდობდი რომ ფეხბურთს ვეღარასდროს ვითამაშებდი. თითქოს ეს საკმარისი არ იყო. დღეს გავიგე რომ შეიძლება დავუკოჭლდე. ეს ყველაფერი იმ იდიოტი ქუდრეთის დამსახურებაა. როგორც ყოველთვის მისი ჩადენილის გამო მე ვისჭები. დედა, ჩეთინს რომ ოპერაცია ჩაუტარდება, ხომ გამოჯამრთელდება? კარგად იქნება, არა? არ ვიცი შვილო. ექიმს არ უთქვამს, რომ 100%-ით განიკურნება. ესე იგი იმედი მაინც არსებობს. ასე თქვა. კარგია. მამას რაც შეიძლება მალე დაველაპარაკები, რომ ოპერაციისთვის ხარჯები გაიღოს. კარგი შვილო. ჩვენ ხომ ფული თავზე საყრელად გვაქვს. ხარჯს გავწევთ იმ ოპერაციისთვის, რომელიც შეიძლება არაფრის მომტანი იყოს, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩეთინი შენი ბიძაშვილია. კომისარო, გთხოვთ, რაც შეიძლება მალე იპოვეთ ჩემი ქალიშვილი. ჩემი დურო ძალიან პატარაა. ვინ იცის ახლა როგორ ეშინია? არი ნერვიულოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენი ქალიშვილი ვიპოვოთ. ხომართლა მისი ფოტო ხომ არ გაქვთ? არი ნერვიულო შვილო. დურუს აუცილებლად ვიპოვით. პოლიცია ძებნას დაიწყებს და იპოვიან. ღმერთი არ გაგწირავს. ამ ფოტოს ასლებით დაბეჭდეთ და ქალაქის ყველა განყოფილებაში გადააგზავნეთ. გამოსავალი არ არსებობს? ექიმს სხვა არაფერი უთქვამს? იქნებ ოპერაცია გაგიკეთონ და ფეხზე გავლა შეძლო. არ ვიცი. ექიმი ოპერაციაზე მელაპარაკა, მაგრამ გარანტიას ვერ იძლევა, რომ 100%-ით გაამართლებს. ამიტომ სჯობს არაფრის მოლოდინი არ გქონდეს ესმა. პატარა იმედის ნაპერწკალი მაინც თუ არსებობს, ცდა დაუცილებლად ღირს. იმედი არ უნდა დავკარგოთ. რა აზრი აქვს ესმა? შეიძლება არ დავკოჭლდე, მაგრამ ფეხბურთს მაინც ვერ ვითამაშებ. ცხოვრება დამენგრა. ყველაფერი დავკარგე. მომავალი აღარ მაქვს. ჩემი ყველა ოცნება იმ ავარიამ შეიწირა. ქრისტეს ღმერთო, რისთვის? არაფრისთვის. ბატონი ქუდრეთის სულელურმა საქციელმა ცხოვრება გამიუბედურა. საშინელ დღეში ჩამაგდო. ნეტავ ჩემთვის დაგეჯერებინა და პოლიციაში გეჩივლა. ქუდრეთი პასუხს აგებდა იმისთვის, რომ ცხოვრება დაგინგრია. ეს გამოსავალი არ არის ესმა. ქუდრეთის ციხეში რომ ჩასვამ ფეხბურთის თამაშს ისევ შევძლებ? აზრი არ აქვს. უკვე გვიანია. ნახე. დემეთი რეკავს. იცი ამ გოგოს რას დაუპირდი? იმას, რომ გაჭირვებაში ცხოვრება აღარ მოუწევდა და მის მომავალს მე ვუზრუნველყოფდი.
ახლა რა ვუთხრა? რა შევთავაზო? რისი იმედი მივცე? ამ მდგომარეობაში ვერაფერს ვერ გავაკეთებ. დემეთი ზედაც აღარ შემომხედავს. ამიერიდან ცხოვრება როგორ უნდა გავაგრძელო? მითხარი ესმა. რამე მითხარი ესმა. ღმერთმა ასე რატომ გამწირა? ძმაო, ესმა გთხოვ, რამე მითხარი. ისევ არ მპასუხობს. საავადმყოფოდან წამოსვლის შემდეგ ჩუმადაა. ესე იგი ცუდი ამბავი გაიგო. სწორედ ამის მეშინოდა სიბელ. რაღაც მოხდა. ექიმთან ვიზიტს კარგად რომ ჩაევლო, აუცილებლად გაგაგებინებდა. დემეთ. იქნებ ექიმმა უთხრა, რომ ფეხზე ვეღარ გაივლის. თუ ასეა ჩეთინს სამუდამოდ დავამშვიდობები. შეიძლება ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს, მაგრამ ვიფიქრე, ბიძამისთან კომპანიაში იმუშავებს მეთქი. რა ქნა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კაცს ცოლად ვერ გავყვები. ასე ნუ ამბობ. ღმერთმა ნუქნას, ასეთი უბედური შემთხვევა ნებისმიერ ჩვენგან შეიძლება დაემართოს. დემეთ. ჭორაობას მორჩი. უმოქმედოდ ჯდომა და ლოდინი ძალიან რთულია. ნეტავ რამე შემეძლოს. თითქოს დრო გაჩერდა. პოლიცია ყველგან ეძებს შვილო. მალე იპოვიან, არ ინერვიულო. ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ ვილოცოთ და უფალს დურუს დაბრუნება ვთხოვოთ. გთხოვ, მშვიდად იყავი. ერთი ამბავი რომ არ აგეტეხა ბავშვს არ შეეშინდებოდა და არ გაიქცეოდა. შენ გამო პოლიციის განყოფილებაში მიწევს ყურღუტი. ისმენს ესგინ. წარმატებულ დღეს გისურვებ, ძმაო. როგორც იქნა მოვიდა ინფორმაცია, რომელსაც ამდენ ხანს ელოდი. პროკურატურაში გელოდები. ახლა არ მცალია, მოგვიანებით შემოვივლი. რადგან მითხარი სასწრაფოა, ამიტომ დაგირეკე. მალე შენი შვილი მოვა და ყველაფერს გაიგებს. ვერ ჩავერევი. კარგი, მოვდივარ. გმადლობ რომ დამირეკე. არაფერს. სასწრაფო საქმე გამომიჩნდა. მოვაგვარებ და მაშინვე დაუბრუნდები. საქმეს ნუ გაიფუჭებთ. ღმერთმა დაგლოცოთ. თავისუფალი ვარ, შემოვუშვე. კეთილი იყო შენი მოსვლა ესმა. აქ რა ქარმა გადმოგაგდა? ბიძია. ერთ თემაზე მინდა გესაუბრო. რა მოხდა შვილო? რა თემაზე? ჩემი ძმა შეიძლება დაკოჭლდეს. უკვე გაიგე? გავიგე. ზუჰალმა მითხრა. ბიძია. აქამდე შენთვის არაფერი მითხოვია. მადლობა ღმერთს არაფერს გვაკლებდი. არ ვიცი ეს იკეთე როგორ უნდა გადაგიხადოთ. ღმერთმა დაგლოცოს.
მაგრამ ახლა რაღაც უნდა გთხოვო. მინდა რომ ჩეთინის ოპერაციის ხარჯები დაფარო. ჩემი ძმა არ უნდა დაკოჭილდეს. არ ვიცი საზღვარგარეთ გავუშვებ თუ იქიდან ექიმს ჩამოიყვან, მაგრამ გთხოვ გადაარჩინე. ვიცი ეს შენთვის მარტივი არ იქნება. მაგრამ ჩათვალე რომ ამ ფულს სესხად ვიღებ. გვირდები რომ ვიმუშავებ და ჩემს ვალს ბოლო ქურუშამდე გადავიხდი. ჩემს ძმას სიცოცხლის ხალისი აქვს დაკარგული. ასეთ მდგომარეობაში ვერ ვუყურებ. შვილო, ამის თხოვნა საჭირო არ არის. მზად ვარ ჩეთინისთვის ყველაფერი გავაკეთო. მის ექიმსაც ველაპარაკე. ოპერაცია აუცილებლად ჩაუტარდება. რაც შეეხება ვალს, ამაზე ერთი სიტყვაც აღარ გავიგო. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ღმერთმა დაგლოცოს ბიძია. ნუტირიშვილო. დასაკვირველია თქვენთვის ყველაფერს გავიმეტებ, რაც მაქვს. როცა რასიმი დაიღუპა, ჩემი ძმისშვილები ჩემს საკუთარ შვილებად მიიღეთ. ჩემი მოვალეობაა თქვენზე ვიზრუნო და მთელი ცხოვრების მანძილზე გაგეფრთხილდეთ. სანამ პირში სული მიდგას, თქვენს დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებ. ზეჰერ, პატარა ბავშვი სად უნდა წასულიყო? იქვე უბანში იქნება. ალბათ მეგობრებთან ერთად თამაშობს და ამიტომ ვერ იპოვეთ. ნუ ღელა. დეიდა აიშე, კარგად ხარ? მოდი, დაჯექი. ფრთხილად. კარგად ვარ, შვილო. მგონი წნევა დამივარდა. რამე ხომ არ გაარკვიეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არაფერი დადგენილა ინფორმაცია მივიღეთ ერთი გოგონას შესახებ, რომელიც თქვენი ქალიშვილის აღწერილობას ემთხვევა. მადლობა ღმერთს. სად არის? ხომ კარგადაა? 5-6 წლის გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მანქანა დაეჯახა. სასწრაფო ოპერაციას უკეთებენ. დურო. 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 დურო, შვილო. თქვენი ქალიშვილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მალე გამოჯანმრთელდება.
შვილო. შვილო. ჩემო პატარა. დურო არ ყოფილა. ჩემი შვილი სად არის? დურო სად არის? არც კი ვიცი ცოცხალია თუ არა. სეზგენ. კარგია რომ მოსვლა მოახერხე. მადლობა. კიდევ ერთი რაღაც უნდა გთხოვო. გისმენ? ეს ჩემი ნომერია. შეგიძლია ამ ნომრის მაგივრად ეს ნომერი ჩაწერო. აქ შესწორება შედეგს ვერ მოგიტანს მაო. სისტემიდან უნდა შეიცვალოს. გთხოვ დამეხმარე. სიკვდილ სიცოცხლის საკითხია. ასეთ რამეს არ გთხოვდი. დამიჯერე ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარ. ესმის შენი. კარგი, ვეცდები ნომერი შევცვალო, მაგრამ ვიმეორებ. უბრალოდ ვეცდები. არ გპირდები რომ ამას აუცილებლად შევძლებ. კარგი, სადა. თუ ნომერს შეცვლი შემატყობინებ? რა თქმა უნდა შეგატყობინებ. მაგრამ ვერანაირ პირობას ვერ გაძლევ. კარგი? კარგი, მადლობა. იფეკ როგორ ხარ? კარგად გმადლობ. შენ როგორ ხარ? მუშაობის განწყობაზე. ომერმა ცოტა ხნის წინ პეტიცია წარადგინა. მაინტერესებს დასრულდა თუ არა. ახლა ხან დაასრულეს. ომერთან დარეკვას ვაპირებდი. ომერი ოფისია. თხოვა მე ამეღო. მართლა? კარგი, ახლავე მოგცემ. კარგი. გამომართვი. ომერს ჩემგან მოკითხვა გადაეცი. გადავცემ. ერთი საათი გავიდა და ჯერ სიახლე არ არის. რამე ხომ არ დაემართა? ცუდზე ნუფიქრობ. იქნებ მეგობართან წავიდა. მეზობლებს კითხე? დედაჩემმა კარდაკარ ყველა სახლი მოიარა და მეზობლები გამოკითხა. არავის დაუნახავს. წავალ, კომისარს დაველაპარაკები. ვინიც ის აქ რამდენ ხანს მოგვიწევს მოცდა. სახლში წადი შვილო. დედა, სახლში რომ წავიდე გონებით მაინც აქ ვიქნები. შვილო ერთხელ მაინც მომისმინე. ხომიცი როგორ გამიჭირდა მამა შენის დარწმუნება რომ კოლეჯში ისევ გევლო. სახლში წადი და იმეცადინე. მიდი შვილო. გთხოვ. კარგი, მივდივარ. სალი, ქუდრეთი სახლში წაიყვანე. მოგძანდით? ისმენთ. უკაცრავად რომ გაწუხებთ, მაგრამ მაინტერესებს რამე ხომ არ გაარკვიეთ. სამწუხაროდ დურუს ადგილს სამყოფელს ამ დრომდე ვერ მივაგენით. ახლა რა ვქნათ? უმოქმედოთ ვისხდეთ და ველოდოთ როდის გამოჩნდება? დამიჯერეთ რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ. მაგრამ თქვენ ჩვენზე უკეთ იცნობთ დურუს. ზოგჯერ ბავშვებს აკვიატებული ადგილი აქვთ. როცა მოწყენილები არიან, იქ მიდიან და იმალებიან. იქნებ დურუსაც აქვს ასეთი ადგილი. დაფიქრდით, იქნებ გაიხსენოთ. რას აკეთებ დეიდა აიშე? მოდი, ნახე. ბრალამაზია. თუ მამა შენი ისევ მოვა, ან სხვა რამე შეგაშინებს, შეგიძლია აქ დაიმალო. კარგი. აქ ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს. მართლა? ხო. ზეჰერ. მგონი ვიცი დურო სადაც არის. სად? საიდან იცი? ახლავე გაიგებ. წამოდი.
გისმენთ ბატონო ომერ. ადრე წახვედი. არც საქმის მასალები მოამზადე. მაინტერესებს რამე პრობლემა ხომ არ გაქვს ქალბატონო ესმა. ქალბატონო ესმა აქ ხარ? აქ ვარ. ტირი? ცოდი ხმა გაქვს. არაფერია. უკაცრავად. მთელი დღე სხვა საკითხზე ვფიქრობდი და საქმის მასალები დამავიწყდა. მაგრამ ხვალ დილით მოვამზადებ. კარგი? ქალბატონო ესმა. გისმენთ? კარგად არ ხარ. აშკარად პრობლემა გაქვს. დურო, შვილო. საყვარელო. კარგად ხარ ჩემო პატარა. ნუ გეშინია, ძვირფასო. ჩემო პატარა. დასრულდა. ჩემო საყვარელო. გოგონა, ტირი? მითხარი რა გჭირს? ერთად ვიტიროთ. რა საკეთებ? თავიდან მომწყდი. რა მოხდა? ვეცდები დაგეხმარო. მითხარი რა დაგემართა? სანამ შვიდად გეუბნები, წადი აქედან. კარგი რა ძვირფასო. თუ არ წავალ რა მოხდება? ნახავ, თუ ასე მოქცევას გააგრძელებ. კარგი, გეყოფა. გონი არასწორად გამიგე. მეგონა ერთად დავლევდით და ჩვენს უბედურ ცხოვრებას დავივიწყებდით. წადი აქედან. თორემ პოლიციაში დავრეკავ. დამშვიდი ძვირფასო, მოდი დაჯექი, ცოტა ვილაპარაკოთ. რა საკეთებ? დაჯექი მეთქი. ხელი გამიშვი. დაჯექი. ვილაპარაკოთ. თავი დამანებე. გამიშვი. მოდი მეთქი. რა ხდება? რა საკეთებ? დედან და არ ყავს? დაუცვალ გოგოს თავს როგორ ესხმი? არ გცხვენია? შენს ოჯახის წევრს იგივე რომ გაუკეთონ რა რეაქცია გექნება? რა გინდაცმაო, ვინ ხარ? არ გამაბრაზო. კიდევ ერთი სიტყვა და ამ სანაპიროზე დაგასაფლავებ. აქედან გაეთრიე. მივდივარ. მაგრამ იცოდე ეს ამბავი არ დამთავრებულა. დავბრუნდები. აუცილებლად. მიდი, დაგელოდები. არ დააგვიანო. ქალბატონო ესმა. კარგად ხართ? რამე დაგიშავა? კარგად ხარ შვილო, ჩემო პატარა. როგორ დაგტანჯე? მამა ჩემი წავიდეს, აქ არ დარჩეს. ამას რატომ ამბობ შვილო? რა დაგიშავა? ურცხვად რომ ეკითხები. რა დაუშავი არა? ხმას ნუ იღებ. საერთნოსულელობ, მე მამამისი ვარ. ახლა გაგახსენდა რომ მამამისი ხარ. შენი შვილი შენ გამო სახლიდან გაიქცა. ჩემი ბრალია? დურუს გონება შენაურია. სახლში რომ დარჩენილიყავი, არაფერი მოხდებოდა. მაგრამ ასე ვეღარ გააგზელებ. სახლში მივდივართ. არსად არ მოვდივარ. ხელი გამიშვი. დედა გთხოვ, აქ დავრჩეთ. წამოდი მეთქი. ყველამ თავისი ადგილი იცოდეს. ისარკმარა ყოველ მეორე დღეს დაძმასთან რომ მიდიხარ. გაუშვი, არავინ წამოვა. მისმინე? თუ წასვლა ასე ძალიან გინდა, კარი იქით არის. შენ უერევი, უფლება არ გაქვს რამე მიმითითო. ეს ჩემი სახლია და რა თქმა უნდა უფლება მაქვს. ახლავე წადი ჩემი სახლიდან. ღმერთო ჩემო, დაგავიწყდეთ ჩემ სახლში რომ შემოიჯერე. წესები შენ არ გეხება დეიდა. ტყუილად ცდილობ ერჯუმენტ. შენთან ერთად არსად წამოვალ. ვერ წამიყვან. იმ სახლში აღარ დავბრუნდები. ხელში ამომივიდა. არაფერი გესმის. მე ერჯუმენტია გიჟი და გადარეული. დარჩი, რაც გინდა ის გააკეთე. დამოდი შვილო. მაინც რომ არ ნებდება. ჩემს ქალიშვილს ვერ წაიყვან. ილდის რა ვქნათ? პოლიცია გამოვიძახოთ? შენ რა ადამიანი ხარ?
ვინც ის კაცი გამკეთებელია. ფეხბურთს ვეღარასდროს ითამაშებს. ჩემი ძმა განადგურებულია. დღეს ექიმისგან გაიგო, რომ შეიძლება დაკოჭილდეს. ძალიან წოხარ. რთული გადასატანია. უბედურება არასდროს სრულდება. სანამ ერთი დამთავრდება, კარზე მეორე აკაკუნებს. არ ვიცი რა ვუთხრა ჩემს ძმას. როგორ გავამხნევო? ჩემი ნათქვამის არც მომჯერა. ამ სიტუაციას როგორ უნდა შეეგუოს? ზოგჯერ მინდა რომ ხმამაღლა ვიყვირო. რატომ არ შეიძლება რომ ბედნიერები ვიყოთ? ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე ქალბატონო ესმა. თუსნეულებაში განკურნებას და გაჭირვებაში სიბრძნეს უგულვებელყოფთ. სიმშვიდეს ვერაზროს მოიპოვებ. ღამის ყველაზე ბნელი ნაწილი ის მომენტია, როცა მზე იწყებს ამოსვლას. თუ მოახერხებ და უბედურებას აჯანყების გარეშე გაუმკლავდები, მიხვდები, რომ მომხდარი ცუდი ამბები კარგის დასაწყისია. მართლა ასე ფიქრობ? ანუ არ უნდა გავბრაზდე? რა თქმა უნდა, როცა გტკივა ამ ცხოვრებაზე ბრაზობ, მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ ამ სამყაროს სტუმრები ვართ. უნდა მიხვდე, რომ დასაკარგი არაფერი გვაქვს. ასე არ არის? არ ვიცი. რასაც ამბობს ზღაპარი ვიჭღერს. მეტამ მეც შენაირი ვიყო. იმედია ერთ დღეს შევძლებ, ასე შევხედო იმას, რაც ჩემს თავს ხდება. ახლა წავიდეთ. გვიანია. ნება მომეცის ახლამდე მიგაცილა. კარგი, წავიდეთ. მომგითხარი დაუბრუნდები მეთქი. ახლა რას გააკეთებ? სერ, ბავშვი მომიყვანე, თორემ ძალით წაგართმევ. რაც გინდა ის გააკეთე. ჩემს ქალიშვილს არ გაგატან. დურუს ან სეჰერს რამეს თუ დაუშავებ, საქმე ჩემთან გექნება ბატონო ერჯუმენტი. ფიცა ვარ და გინდობ. ვერევიდეი და შენ სასაკს არ გავითვალისწინებ და ფეხქვეშ გაგიფენ. მიდი, გაბედე და გაჩვენებ რისი გაკეთება შემიძლია. ჩემი შვილი მომიყვანე, მომეცი. ბავშვს ეშინია, ხელი გაუშვი. კარგად ხარ? მომიყვანე. ბავშვს ნუაშინებ. მომეცი. მომიყვანე. მომეცი მეთქი. გითხარი რომ არ გაგატან, თავი დაანებე. გაუშვი. ჩემ შვილს ხელი გაუშვი. ხელში ამოხვედი. ჭკუიდან გადამიყვანე, გესმის? დედა, არ მიმატოვო. გაჩერდი მეთქი. დურ მომიყვანე, ვერსაც წაიყვან. გაუშვი. საკმარისია. სიცოცხლე მოგბეზრდა? ბავშვს ხელი გაუშვი. დურს არ გაგატან. მოდი აქ. დურს ხელი გაუშვი. შენი საქმე არ არის. ჩემ შვილს წავიყვან თუ არა, შენი საქმე არაა. გაუშვი. ბავშვს ხელი გაუშვი. გასაკეთებ თავი დამანებე. გაუშვი. ბავშვს ვერცად წაიყვან, გესმის? კმარა.
სეჰერ. ნუ გეშინია შვილო. არაფერი მოხდება. ნუ გეშინია. ცხოვრებას ციხეში არ გაგატარებინა. დღის შუქი არასდროს მოგენატრება. არ ინერვეულ, რადგან დურუს შენ სანახავად ციხეში მოსვლა არ მოუწევს. ღამეებს ტირილში არ გაათენებ. დამშვიდდი შვილო. ხმაური აღარ ისმის. პოლიცია მოვიდა. ოფიცერო, კაცი ცოლ-შვილზე ძალადობს. უბანში ყველა ამჩნევს ამას. ქალს სახე დალურჯებული აქვს. სანამ ცოცხალი ვარ, ტკივილს აგარიდებ. საკუთარ ბედს ვერ შევეწინააღმდეგე, მაგრამ შენ სხვის ხელში არ დაგტოვებ. ნუ გეშინია. მე უკვე ნასამართლები ვარ, იმდენა შაულისთვის, რომელიც არ ჩამიდენია. მამა შენის მკვლელის მიერ ჩადენილი ცოდვის საფასური გადავიხადე. მიუხედავად იმისა, რომ უდანაშაულო ვიყავი, 20 წელი მომისაჯეს. ეს წლები ჩემი შვილებისგან შორს გავატარე, მაგრამ ჩემი ქალიშვილისთვის შემიძლია ისევ ციხეში წავიდე. კარი გააღეთ, პოლიცია. არ ინერვეულო. ჩემს თავს არ დარდობ. იმიტომ რომ ამჯერად ჩემს შვილს ვეხმარები. საბედნიერო ციხეში ნებით მივდივარ და არა ცილის წამების გამო. კარი გააღეთ, პოლიცია. ღმერთმა არ გამოგაცდევინოს ეს ტკივილი, რომელიც მე განვიცადე. ღმერთმა მოგცეს ჩემ განწაღებული წლები. ხალისი შემატოს შენ სიცოცხლეს. მისი წყალობა არ მოგკლებოდეს. ღმერთმა დაგლოცო შვილებო. სწორედ მაშინ, როცა მეგონა რომ შვილები დავიბრუნე, ისევ წასვლა მიწევს. შემიძლია ისევ გავუძლო იმას, რასაც 20 წელი ვუძლებდი. ციხეში არ დაიტანჯოს. ღმერთო, ვენდობი შენს არჩევანს, ისევ როგორც მრავალი წლის წინ. წაიღე ჩემი სიცოცხლე და ჩემს შვილებს, ესმას, ჩეთინს და სეჰერს არგუნე ბედნიერება. მიეცი მათ საუკეთესო ცხოვრება.
მიხაროდა რომ ჩემი 20 წლიანი ტანჯვა დასრულდა, მაგრამ ისევ ციხეში მიწევს დაბრუნება. ღმერთო მომეცი მოთმინება რომ გავუძლო ამ გამოცდას. ნება მომეცი მალე ისევ ჩემს შვილებთან დავბრუნდე. ბიცოლა, დურუ შენთან დარჩეს. სეჰერ სად მიდიხარ? სეჰერ. იქ რა უნდა გააკეთო? ადვოკატს დავურეკავ და ის მივა. სეჰერ. კარგი, დურუსთან წავიყვან. კარგი, მეც წამოვალ. პოლიციის განყოფილებაში მივდივართ. რას აკეთებ? მანიაკი ხარ? რა მოხდა, შეგეშინდა? ნახოთ ახლა რას იზამთ. თავი კაცი გგონია? დასახმარებლად მეგობრები მოიყვანე და ამით ამაყობ? ქალბატონო ესმა, მოიცადე მე მოვაგვარებ. უკან დაიხიე პატარა ქალბატონო. არი ნერვიულო, მალე მოვგვარდებით. შენს მეგობარს კარგად ვცემთ და მერე წავალთ. მომისმინეთ. შევს ლაპარაკით მოვგვარდეთ. თქვენი მეგობარი ცუდად მოიქცა და თავაზიანად გავაფრთხილე. ამბავს ნუ ატეხავთ. ნამდვილი კაცები ვით მოიქეცით. მშვიდად წადით, სანამ გვიანი არ არის. როგორ შეგვაშინე? არი ნერვიულო, არაფერს დაგიშავებთ. არსად წავალთ. მიდი გვაჩვენე რა შეგიძლია. ბატონო ომერ, როგორც ჩანს ამ ხალხს ლაპარაკით ვერაფერს შევაგნებინებთ. თუ არ ესმით, სხვა ხერხს მივმართავ. სად წაიყვანეს? აქ იყო. პროკურორი მოვიდა და წაიყვანა. ჩვენება უნდა მისცეს. აქ ტყუილად მოვედით. მასთან არ შეგვიშვებენ. რა უნდა გვექნა ბიცოლა? მარტო დაგვეტოვებინა? არა, ეს იმიტომ ვთქვი, რომ შენზე ვფიქრობ. დაჯექიშვილო, პროკურორი გამოვა და დაველაპარაკები. იქნებ შეგვიშვან. ვერც პროკურორს დაველოდები და ვერც ვერავის. სეჰერ, გაჩერდი. სეჰერ. აქ რას აკეთებთ? გარეთ გადით. შემოსვლის უფლება არ გაქვთ. შვილო, ნება მომეცით ჩემს ქალიშვილს ორი სიტყვა ვუთხრა. არი ნერვიულო. დიდი დრო არ დამჭირდება. კარგი, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წუთით. რატომ მოხვედი შვილო? კარგად ვარ, არი ნერვიულო. უფლებას არ მოგცემ დანაშაული დაიბრალო. გაჩუმდი. თორემ გაიგებენ. წავალ და ყველაფერს ვიტყვი. სეჰერ. დამშვიდდი. დურუზე იფიქრე. გინდა რომ შენი ქალიშვილი შენსავი თუ დედოდ გაიზარდას? ციხეში რომ ჩამსვეს, შენც მისი ტოლი იყავი. დურუ ძალიან გგავს. თქო, გამიგე, დედები ყველაფერს აკეთებენ შვილისთვის. თავი ჩემს ადგილას წარმოიდგინე. დურუს უდედოდ ცხოვრებისთვის გაიმეტებდი? როგორ მოიქცეოდი შვილო? როგორ? შეიძლება ჩემი არ გჯერა. დედად არ მიგაჩნივარ. მაგრამ ასეთ მდგომარეობაში მარტო არ დაგტოვებ. 20 წელი ვიჯექი იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩამიდენია. 20 წელი ჩემს შვილებზე ფიქრში გავლიე. სიცოცხლეს გავიღებდი, ოღონდ შვილები მენახა. ფრთხილად, ბატონო ომერ. ფრთხილად, ბატონო ომერ. მოშორდით აქედან. ეს ამბავი ასე არ დამთავრდება. კიდევ შევხვდებით. ბატონო ომერ, კარგად ხარ? კარგად ვარ. ხელზე ჭრილობა გაქვს. საავადმყოფოში წავიდეთ. მალე მომრჩება, არი ნერვიულო. ახლა სახლში წაგიყვან. ამაღამ თავგადასავლები გვეყო. დამოდი.
რატომ დავუშვი ასეთი რამ? დანა, რატომ მოგეცი? სწორად მოიქეცი. ციხეში ცხოვრება არ უნდა გამოსცადო. პროკურორი იგვიანებს, მის მოსვლამდე საკანში უნდა მოიცადოთ. ქალბატონი ჩინარი ციხიდან ახლახან გამოვიდა. არ მინდა ისევ იქ დაბრუნდეს. ისეთი იურისტი ვიპოვოთ, რომელმაც თავის საქმე კარგად იცის. გმადლობთ, რომ დაგვეხმარეთ. მაგრამ ამიერიდან ეს საკითხი თქვენ აღარ გეხებათ. დანარჩენი ოჯახის საქმეა. რა თქმა უნდა, ჩინარისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. საუკეთესო ადვოკატს ავუყვანთ. თხოვთ. გმადლობ, შვილო. შენი წყალობით ჩემს ქალიშვილს დაველაპარაკე. ქალბატონო ჩინარ. სად მიყავთ? პროკურორის მოსვლამდე საკანში დარჩება. დეიდა აიშე, სად მიდიხარ? ბუთხარი წავალ და სიმართლეს მოუყვები მეთქი, მაგრამ უფლება არ მომცა. გამაჩერა. ბიცოლა გთხოვ რამე იღონე. ჩემ გამო ციხეში არ უნდა ჩაჯდეს. კარგი შვილო. ადვოკატი მოვა და გვირჩევს როგორ მოვიქცეთ. მოდი დაჭექი. დედა, დეიდა აიშეს არაფერი დაუშავან. ცუდი ადამიანი არ არის. არი ნერვიულო შვილო. არაფერს დაუშავებენ. სეჰერ, სად მიდიხარ? წავალ და ყველაფერს ვიტყვი. ისე ვერ მოვიქცევი, თითქოს არაფერი მომხდარა. ღვთის გულისათვის რასაკეთებ? იმ ქალს ამდენი წელია შენთვის დედობა არ გაუწევია. ახლა მაინც გამოგადგება. შვილი ყავს, თავს ვერ დაიღუპავ. არი ნერვიულო. ყველაფერს მოვაგვარებთ. მოდი თავი ხელში აიყვანე. ხედა, დურუც ნერვიულობს. საკუთარ თავზე თუ არ ფიქრობ, შულზე მაინც იფიქრე. ახლა ადვოკატს დავურეკავ. დამიჯერე, ყველაფერი მოგვარდება. ძმაო, ჯერ არ დაწოლილ ხარ? აზრი არ აქვს, მაინც არ დამეძინება. ასე ნოიქცევი ძმაო. ბიძიას ველაპარაკე. რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გააკეთებს. არი დარდო, მალე ოპერაციასაც გაგიკეთებენ. ჩეთინი ისევ ბიძამისის კმაყოფაზე იცხოვრებს ესმა. მინდოდა საკუთარი სახლი გქონოდა. დამოუკიდებლად გვეცხოვრა. ახლა კი ისევ ბიძიას მოწყალების იმედად დავრჩით. ბიძია უცხო ხომ არ არის? მამა ჩვენი ძმაა. აქამდე ზრუნავდა ჩვენზე და რა თქმა უნდა, ამის მერეც იზრუნებს. მე ჩემი ოცნებები მქონდა ესმა. ლამაზი სახლი უნდა მეყიდა. სეჰერი თავისი ქმრის სახლიდან წამომეყვანა. დურო ჩვენს თვალწინ გაიზრდებოდა. შენი პეკთან ერთად მუშაობა აღარ მოგიწევდა. პატარა ოფისს გავხსნიდით. საკუთარი სამუშაო ადგილი გექნებოდა. ტყავის სავარძლებით, საოფისე მაგიდით. აქცია, შიგნით შევიდეთ. არა, ცოტა ხანს კიდევ დავრჩები. შენ შედი. ძმაო. ესმა. დამოუკიდებლად გამოვედი და დამოუკიდებლად შევალ. ცოტა რთულია, მაგრამ არ აუშავს. უნდა შევეჩვიო. მიდი, სახლში შედი.
გისმენ ზუჰალ. გილოცავ თურგუთ. როგორც იქნა იმას მივახციეთ, რაც ასე ძალიან გვინდოდა. გამოცანებით ნუ მელაპარაკები. რა მოხდა? სეჰერი და ერჯუმენტი კამათობდნენ. სეჰერმა ერჯუმენტი დანით დაჭრა. რას ამბობ? ნუ გეშინია, სეჰერი კარგადაა, მომისმინე? ჩინარმა დანაშაულით თავის თავზე აიღო. ახლა პოლიციის განყოფილებაში ვართ. როგორც მიხდი, ჩინარი თავისი შვილის ნაცვლად ციხეში წავა. გილოცავ თურგუთ. როგორც იქნა ჩინარს თავიდან მოვიშორებთ. რომელ განყოფილებაში ხართ? ახლავე მოვალ. შობს არ მოხვიდე. არი ნერვიულო. შენი ცოლი ყველაფერს მიხედავს. ჩვენ არაფერი დაგუშავებია. ჩინარს რაც დაემართა საკუთარ თავს დააბრალოს. თუ სურს რომ ციხეში მისი ქალიშვილის ნაცვლად წავიდეს, ჩვენ ხელს ხომ არ შევუშლით. მისი გადაწყვეტილება პატივი უნდა ვცეთ. ასე არ არის თურგუთ? ამიერიდან ყველაფერი ძველებურად იქნება. ღმერთმა გაძლება მოგცეთ. მე უდანაშაულო ვარ. ღმერთია მოწმე. რასიმი არ მომიკლავს. შეგიძლიათ ამის შესახებ პროკურორს დაელაპარაკოთ. მის მოსვლამდე აქ იქნებით. ღმერთო, შენი მოწყალების იმედი მაქვს. 20 წელი გავძელი ჯოჯოხეთში. რა თქმა უნდა, ამასაც გავუძლებ. გთხოვ, ძალა მომეცი. ხომ გითხარი, აქ მოცდას აზრი არ აქვს მეთქი. წადი. ადვოკატი მალე მოვა. ოჯახის საქმეში ნუ ჩაერევი. დედა შენი სად არის შვილო? მამა? შენ ხარ გვაკლდი. ღმერთმა გაძლება მოგცეთ. გმადლობ. შვილო, აქ რას აკეთებ? მალე მოვიდოდი. როგორც კი მეზობლებისგან გავიგე რაც მოხდა, მაშინვე წამოვედი. ადვოკატი ხომ არ დაიქირავეთ? ჩვენი ოჯახის ადვოკატს დავურეკე ომერ. არი ნერვიულო. მალე აქ იქნება. კალბოტონო ზუჰალ? აი ისიც. შენი შვილი წაიყვანე და აქედან წადი. თორემ არც ერთი ჩვენგანისთვის არ დადგება კარგი შედეგი. პროკურორი ჯერ არ მოსულა. ინფორმაცია მივიღე, რომ პროკურორის მოსვლამდე ბრალდებულს დააკავებენ. წავიდეთ შვილო. კალბოტონი ზუჰალი ხომ აქ არის? ძალიან დავიღალე. თხოვ სახლში წამიყვანე. დახმარებისთვის მადლობას გიხდით, ბატონო ჰალილ. იმედია მალე გამოუშვებენ. მამამისი ვიცხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა უყვარს. გამომიშვით, გთხოვთ. ჩემი შვილი ძალიან პატარაა. გთხოვთ. არ იკითხავს, სად არის დედამისი? არ იტირებს? გამომიშვით აქედან. დამნაშავე არ ვარ. გთხოვთ. აქედან გამომიშვით. ვფიცავ, არაფერი დამიშავებია. შვილები მყავს, დედა ვარ. გევედრებით. შვილებს ნუ დამაშორებთ. ღვთის გულისათვის აქედან გამომიშვით.
გამიშვით. გთხოვთ. გევედრებით. გაჩუმდიდაო. დილიდან არ გაჩერებულ ხარ. თავი ამხადე. გამიშვით აქედან. გამომიშვით. გაჩუმდი. ვერ ხვდები რომ არავინ გისმენს. კარგი დაო, შეეშვი. მე დაველაპარაკები იქნებ და მშვიდდეს. თუ არ გაჩუმდება, ცემაში ამოვხდი სულს. მოდი შვილო. დაჭიქი. უილად ნუყვირი. შენს ხმას ვერავინ გაიგებს. აქ ვერ დავრჩები. ჩემი შვილი ძალიან პატარაა. ნეტავ ტირილი და ყვირილი გამოსავალი იყოს. ენერგიას ნუ დახარჯა. ღვთისწყალობით მალე გახვალ აქედან და შვილს გულში ჩაიკრავ. ჩემი შვილები ძალიან პატარები არიან. უდედოდ რა ეშველებათ. ღმერთმა გაძლება მოგცეს შვილო. იმედია მალე გახვალ აქედან. აქ ვერ დავრჩები და შვილებთან უნდა წავიდე. დამშვიდი შვილო. ტირილით ვერაფერს გააწყობ, დაისვენე. იქნებ გამოსავალი იპოვო. დამშვიდდი. რამდენი შვილი გყავს? 3. მე 4-ს ველოდები. ღმერთმა ჯანმრთელი ბავშვი გაჩუქოს. ამინ. ესე იგი შვილი გყავს? რამდენი წლისაა? 5-ის. ღმერთმა გაგიზარდოს. დაო, აქ ვერ დავრჩები. ჩემი შვილის გარეშე რა უნდა ვქნა? ამ ტკივილს როგორ გავუმკლავდე? შეწყვეტე ტირილი. ვილოცოთ. შეიძლება აქ არავინ გისმენს, მაგრამ ღმერთი მოგისმენს. ის დაინახავს ცრემლებს, რომელიც შენი თვალებიდან ჩამოედინება. დამიჯერე, ერთ დღესაც გაირკვევა, რომ უდანაშაულო ხარ. იმედს ნუ დაკარგავ. აქ რას აკეთებთ? გარეთ გადით. აქ ყოფნის უფლება არ გაქვთ. აღარ იტირო. ყველაფერი კარგად იქნება. კალბატონო სეჰერ, ღმერთმა გაძლება მოგცეთ. გმადლობთ. კალბატონი აიშეს ადვოკატს შევხვდი და ველაპარაკე. თუ რამე შემიძლია დაგეხმაროთ, არ მოგერიდოთ. გამირეკეთ, მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო. გმადლობთ. მაგრამ გთხოვთ ეს მას არ უთხრათ ამის შესახებ. კარგი? ჩეთინის ამბის გამო ისედაც განადგურებულია. არ მინდა ჩემი პრობლემაც დავუმატო. კარგი. როგორც გნებავთ. გმადლობთ. წავიდეთ შვილო. წამოდი. არ დაგავიწყდეთ. თქვენი საქმე ჩინარის გამართლება არ არის. მინდა რომ დარჩენილი ცხოვრება ციხეში გაატაროს. არ ინერვიულოთ. ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გინდათ. სად იყავი სეჰერ? გეძებდი. არსად. სუფთა ჰაერზე გავედი. ადვოკატმა რა თქვა? ჩინარის ციხიდან დასახსნელად ყველაფერს გააკეთებს. არ ინერვიულა ბატონი მურათი დაგვეხმარება. იმედია. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım seni. Gözyaşlarım hiç değmesin kurumuş toprağa.